თქვენს Facebook-ზე ამერიკაში იყავით NBA-ის თამაშზე და თქვენი ქალიშვილის პოსტი იყო ოცნებები ხდება. ესეთი იყო. შვილი რო ეხმარება მამას ოცნების ახდენაში. რა კითხვა? იცი რა, მაგარი კითხვა რა, ლადო ეგ ის არის რომ შენ შეგიძლია აწი ბოდუმდე იფიქრო მოხუცი სიბერეზე 60 წლის გავხდები, მაგრამ თუმცა არ ვაპირებ მოდუნებას არც ერთნაირად და ხთები რომ შენი სიბერე არის საიმედო ხელში რა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია და ზოგადად კალათბურთი მიყვარს გიждები აქ 10 კაცი რო დადიოდა ჩაბნელებული იმაში ვითარდაკოსი რო თამაშობდნენ ხო ვითას და იმის თამაშზე მათ შორის ერთი მეც ვიყავი და ეხლა სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ ეს კალათბურთის სასახლე მშვენიერია ფინალურ თამაშზე ქუთაისი და უნივერსიტეტი რო ხდებოდა ერთმანეთს მეწყინა რომ ესე ცოტა ხალხი იყო მით უმეტეს ბილეთი არ იყიდება ამოდი შეკაი კაცო ახლა მით უმეტეს გვირაბია ქავთარაძიდან და ფეხით ახლა ამოდი ისეთი კაი თამაში იყო თან ხო და ლოდაუ ჯერ ხო ის რომ ბოსტონ სელტიკსის თამაშს უყურებ ხო მით უმეტეს ტორონტო რაპტორსთან ის თამაშობდა მამუკელაშვილი ხო ეს სეზონის წინა ბოლო თამაში იყო და მაგრად ითამაშა რაპტორი კენაღამ წააგო ბოსტონი ასე რომ კი კარგია ძალიან მაგარი განცდაა მე ხეცი მადაჭამაში მოდის მე ვთხარი мама კაია ის მაგრამ ახლა ერთი პატარა სახლი თავისი ეზოთით მიყიდეთ და ისე თქვენთვის ხანდახან რო ჩამოხვალთ მწვადებს შეგიწვავთ კარგად ვისწავლოთ ხათშოს უცხოეთში მწვადის შეწვა ტერასაზე ნაქირავი ბინაში პრაღა ისე თქვენთვის შედა და ცოტა ღვინო მექნება და მე შედა თქვენ მოგახმარებთ მე რო წავალ იმ ქვეყნად ხო არ წავიღებ და ვიცინით ამაზე და ჰიმანშუმ დამპირდა როგორც კი ექიმი გავხდებიო ყობაო ეგრევე სოციალისტ კი და გამიხარდა დანარჩენი შვილები ახლა რო ნახავთ იცოდეთ ეს და თქვენ მე მიბაძეთ რა სოფელში ჩავიდოდი ხოლმე ბაბუო ჩემი დიდი მსმელი მე არასდროს ყოფილა პირველ რიგში მარანში ამიყვარდა და ყველაზე საუკეთესო ჭური უნდა მოგიხადაო და როგორ მიყვარდა ის რომ აუ რასამბო იმერეთში მომწყულდა ესე იმას რომ მოხდიან მე ესე რომ შეუშვებს ჭიქას ეს